ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ბიზნესმენი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი დააკავეს. ასევე დაკავებულია მასთან კავშირში მყოფი ორი პირი პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ლევან გამრეკელმა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. პროკურატურის თანახმად ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს ლევან გამრეკელისა და მასთან კავშირში მყოფი ორი პირის დაკავებას ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა ვისაც კორუფციაზე ხელი წაუწდება, უნდა გამოვლინდეს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს არავის აფარებს. არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან, აცხადებს პაპუაშვილი. როდესაც ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, რა იქნებოდა ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია მთავრობისა და მთავარი ერთ-ერთი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს დღეს არის ლიდერი რეგიონში კორუფციის სიმცირის გამო, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირის გამო. ამიტომ ყველა ხვრელი კორუფციისა უნდა ჩაიკეტოს, ყველა ვისაც ხელი წაუწდება კორუფციაზე უნდა იქნას გამოვლენილი. როგორც პროკურატურა აცხადებს, უწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მედია ლევან გამრეკელისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ საჭოდ მოგებული ტენდერების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იტყობინებოდა.